მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ ათოშვილი, სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი და უნდა ვისაუბრო გრაფიკაზე. როგორც სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგი. გრაფიკა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა, ბერძნულად გრაფო წერ და წერას ხაზვას ნახატვას ნიშნავს. თავდაპირველად ამ ტერმინით ნაწერს, კალიგრაფიას აღნიშნავდნენ. მოგვიანებით კი გრაფიკა სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ დარგად ჩამოყალიბდა. აქვე წარმოდგენილიც არის თან გრაფიკა, გრაფიკაში შესრულებული ნახატი და ხაზების მეშვეობით იქმნება ეს გრაფიკა. ხო, ხაზების მეშვეობით არის შექმნილი, ქარიანი ამინდია აშკარად, იმიტომ რომ გადახრილია ხეები და დინამიკურ მოძრაობა, ანუ დინამიკური მოძრაობას ნიშნავს. ხო, აქ არის მოცემული ხაზების მეშვეობით გადმოიცემა დინამიკა და განწყობა. გრაფიკა ქაღალდზე სხვადასხვა მასალითა და ხერხით შესრულებული ნახატის ხელოვნებაა. მასალისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით განსხვავებენ ხელის შესრულებულ და ბეჭდით გრაფიკას. გრაფიკას ხშირად შავ-თეთრის ხელოვნებასაც უწოდებენ. მართლაც გრაფიკული ნამუშევარი ძირითადად შავისა და მისი ტონალური გრადაციის თეთრთან, ქაღალდის ფერთან, დაიმახსოვრეთ ქაღალდის ფერთან კონტრასტზე აგებული. ფანქარი, გრაფიკული ნახშირი, ტუში თუ მელანი და ასე შემდეგ ამას ხმარობენ ამ გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად. ხო, გრაფიკა ძირითადად გამოსახულებები მაგალითად არის ხაზების მეშვეობით, როგორც წეგან აღვნიშნე. ხაზების მეშვეობით გადმოიცემა გრაფიკა. გრაფიკის ძირითადი გამომსხივებელი ხერხებია ხაზი, კონტურის ხაზი, შტრიხები და სხვა. შუქჭდილი, ლაქა. არსებობს აგრეთვე ქაღალდზე სხვადასხვა ფერადი მასალებით, აკვარელი, საგნისა და პასტელი, ფერადი ცარცი და სხვა. შესრულებული ნამუშევრებიც ფერადი გრაფიკის ნიმუშებს მიაკუთვნებენ, თუმცა გრაფიკულ ნაწარმოებში ფერს ყველა შემთხვევაში დაქვემდებარებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, გრაფიკული სახატავი მასალები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა, ეგრეთ წოდებული მშრალი, ფანქარი, გრაფიკული ნახატები იქმნება ამიებით. მაგალითად, ფანქარი, გრიფელი, სანგინა, უფრო სწორედ, ნახშირი და პასტელი, როგორც ზეთოვანი პასტელის ვეძახით ხოლმე და თხევადი, ტუში, მელანი და სხვა. ანუ მელანი თუ პასტებითაც, ჩვეულებრივი პასტები, ნებისმიერი პასტა რო ავიღოთ, გრაფიკული ნამუშევარი გამოვა. აგრეთვე აქ მეორე სურათიც მაქვს აქა. აი, როგორ ოსადურად არის დამუშავებული. ახლა რო დავაგვირდეთ, აი როგორ შტრიხებია მოცემული, ჩამუქებულ ადგილებში უფრო მეტი შტრიხია, ხაზებია გამოყენებული, სადაც განათება, იქ ნაკლები გამოყენებული. აი ხა წინა პლანზე მაგალითად ეს უფრო წინა პლანზეა, იმიტომ რომ მკვეთრად და მუქად ჩანს ესა და დანარჩენი უკან უფრო გრთალდება. იმიტომ რომ სივრცის ილუზიას იქმნება, ანუ გაღიავებით სივრცე გადმოიცემა. სწორედ აი აქ დაცემული ჩრდილიც აქვს, როგორც ელემენტი, ჩრდილების ელემენტები, ანუ აი აქ დაცემული ჩრდილი, აი შტრიხები როგორ აქვს გამოყენებული ჩრდილი